მხოლოდ ქართული სპონსორია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma. მაქვს 16 წლიანი აკადემიურ სივრცეში მუშაობის გამოცდილება, ვემსახურები 2 უნივერსიტეტს დღესაც, მაგრამ უფრო შემცირებული საათებით. პანდემიის პერიოდში გაჩნდა პურის საწარმოს გახსნის იდეა, რადგანაც საკუთარ თავში პურის წყობის კარგი უნარი აღმოვაჩინე. 2023 წლის თებერვალში წავედი 2 თვით ფრანკფურტში, მონახე გერმანიაში საუკეთესო აკადემია, პორტფოლიოსა და საკონდიტრო მიმართულებით სპეციალიზებული ძალიან კარგი აკადემია, სადაც გავიარე არაჩვეულებრივი ტრეინინგები. ეს იდეა და ტექნოლოგია უკვე ჩამოვიტანე საქართველოში და დავიწყე უკვე სექტემბერში უკვე გავხსენი საწარმოს უზალას არტიზანული პური. არჩევანი გავაკეთე ჯანსაღპურზე, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში მაინც და მაინც არ იყო იმედიც აქტუალური, თუნდაც ცეხვილი პური, ჭვავის პური, ქატოს პური, იგივე ან დაუშვათ ევროპული რესურსებისაგან წარმოებული პური. კითხვის ნიშნებს ბადებდა ეს ბუნებრივ საფუარზე და გამოცხარი პური და ჩვენ ეს ხაზი განავითარეთ მაღალ დონეზე და ნაბიჯ-ნაბიჯ მოხმარებლებში გამოვიწვიეთ მაღალი ნდობა. იმდენად მაღალი ნდობა, რომ განვითარების პროცესი მინდა მოგიყვეთ, რომ ვიდრე ვიყავით 1 წლის წინ, ზუსტად ახლა გაორმაგებული და გასამაგებული ტექნიკური აღჭურვილობით და ადამიანური რესურსით ვართ დღეს წარმოდგენილები და ეს არ არის აგრესიული მარკეტინგული, ასე ვთქვათ, კამპანიის შედეგი, ეს არის გამართლებული მოლოდინების გაზიარებით მოსული მომხმარებლების შედეგი. პურის დაახლოებით 17 სახეობა არის წარმოდგენილი. ჩვენთან არის ჭვავის პური, ჩვენთან არის ნახეთ ბუნებრივი დაფერილობის რუხი პური, ჩვენთან არის ავსტრიული ინგრედიენტებისაგან დამზადებული პური, ქატოს პური, ცეხვილი პური, ნამდვილი ფრანგული ბაგეტი და გარდა ამისა კიდევ არის ესეთი ძალიან საინტერესო პური, რომელსაც ქვია, ასე ვთქვათ, ლაზური პური, რომელიც საქართველოში მაინც და მაინც არ არის ესეთი ფართოდ გავრცელებული, მაგრამ ჩვენ საწარმოში მომხმარებელს შეუძლია ამ პურის შეძენა, დაგემოვნება და ის განსაკუთრებული გემური თვისებებით გამოირჩევა. მაგრამ გემური თვისებების გარდა აუცილებლად უნდა აღვნიშნო მისი სიჯანსაღე და მისი შენახვის ხანგრძლივობა. ბევრ მომხმარებელს უჩნდება კითხვა, რას ნიშნავს არტიზანული. არტიზანული ზოგადად ნიშნავს მაღალი ოსტატობით შესრულებულ ხელნაკეთ პროდუქტს. სახელწოდებიდან გამომდინარე და არა მხოლოდ სახელი აჟღერებს ამას, ანუ ჩვენი თითოეული პური და ჩვენი თითოეული პროდუქტი არის ხელით დამუშავებული. და პურის ცხობაში, ანუ ხილით დამუშავებული პროდუქტი ბევრად უფრო ღირებული არის, ვიდრე ავტომატიზირებული პროცესისაგან მიღებული პროდუქტი. გარდა ამისა, კიდევ გვაქვს ფუნთუშეულის ძალიან ფართო არჩევანი, დაახლოებით 22 სახეობის ფუნთუშეზეა საუბარი და ატრიბუტად, ასე ვთქვათ, და ბონუსად დამატებული გვაქვს ხაჭაპური, ლობიანი და ეგრეთ წოდებული კრემიანი ფუნჩულებიც. ტექნიკური აღჭურვილობა შევიძინეთ, ანუ ჩვენი გათვლა იყო, რომ ვიდრე დღეს ვაწარმოებთ, ზუსტად 2 იმდენი შეგვიძლია ვაწარმოოთ სამომავლოდ. რაოდენობაში თუ კი გადავიყვანთ, საშუალო სტატისტიკურ დღეზე გესაუბრებით, 1000-1200 ერთეული არის ფუნთუშეულობა და დაახლოებით იგივე რაოდენობა არის პურის. ფაქტიურად საწარმომ პირველივე დღიდანვე, პირველივე თვესვე შეინახა საკუთარი თავი. ისი დინამიკა ნამდვილად მზარდია.
ბიზნესის წარმატება, რა თქმა უნდა, ფინანსებში იზომება, მაგრამ ეს კმაყოფილი მომხმარებლებისგან წამოსული ემოციები ჩვენთვის, ფასდაუდებელი არის, შეიძლება ითქვას. პროცესი ცოცხალია, მუდმივად პერმანენტულ ყურადღებას, განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს და სკრუპულოზურ თანმიმდევრობას მოითხოვს ტექნოლოგიის დაცვაში და ამიტომ მოგეხსენებათ, ყველა რგოლში და ყველა ჯაჭვში წარმოებისა ჩართული ვარ და ახლა უკვე გეგმავთ, რომ გავხსნათ მეორე ფილიალი, ალბათ სავარაუდოდ შემოდგომისათვის, სადაც ასორტიმენტი კიდევ უფრო მეტად გაფართოებული და დივერსიფიცირებული იქნება. მხოლოდ ქართული სპონსორია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma.